მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, quorum-ი გვაქვს. დღის წესრიგი დარიგებულია, თუ რაიმე დამატება არ გვაქვს ან შენიშვნა, გადავიდეთ საკითხების განხილვაზე. პირველი, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. დაჩქარებული მეორე მოსმენა. მოხსენებელი მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი. ბატონო ვახტანგ, როგორც მოგეხსენებათ, მეორე მოსმენა არის და მუხლობრივად უნდა გავიაროთ, გუშინ და გუშინ წინ განვიხილეთ ეს საკითხი, მე მგონი შეხსენება არ უნდა, მაგრამ თუ თქვენი სურვილია, მოკლედ თქვით, რომ რას ეხება. თუ არა და გადავიდეთ პირდაპირ განხილვაზე. ბატონო, მოგესალმებით, როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული კანონი ითვალისწინებს გრანტის გაცემის შესაძლებლობის შექმნას მთავრობის მიერ შექმნილი იმ იურიდიული პირისათვის, რომლის წესდების მიზანი იქნება საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხარდაჭერა. პირველი მოსმენის შემდეგ შინაარსობრივი ცვლილება არ მომხდარა კანონპროექტში, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნების გათვალისწინებით, მხოლოდ რედაქციული და იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით მოხდა თვითონ კანონპროექტის გამართვა. გავიაროთ რეგლამენტის მოთხოვნის შესაბამისად, სულ ორი მუხლი გვაქვს. მუხლი პირველი, ხო არ არის რაიმე შენიშვნები ან შეკითხვები არ არის? არის, ბატონი ილია, გთხოვთ. მოგესალმებით. აქ პირველ მუხლში G პუნქტში არის მითითებული მაღალმთიანი რაიონები. სამეგრელოში ჩხოროწყუს რაიონი, მარტვილის რაიონი და წალენჯიხის რაიონში არის მაღალმთიანი ძალიან ბევრი დასახლება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მათთვის იქ განვითარებისთვის და რამდენად შეიძლება რომ ეს ყველაფერი იქ შეეხოს ამ სამ მუნიციპალიტეტში. ესე იგი მარტვილის მაღალმთიანი რაიონები, ჩხოროწყუს და წალენჯიხის. მადლობა. სხვა შეკითხვები არ ჩანს, უპასუხოთ ბატონო. დიახ, ბატონო ილია, ამ შემთხვევაში თვითონ კანონპროექტის აღნიშნული პუნქტი არის იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით შემდეგნაირად აწყობილი. თავიდან ჩამოთვლილია გარკვეული მიმართულებები, რა მიმართულებებიც უნდა დაფინანსდეს და რა მიმართულებები დაფინანსების შესაძლებლობასაც იძლევა ეს კანონი სიპების მხრიდან და ეს ერთ-ერთი მიმართულება იქნება სწორედ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის გრანტის გაცემა. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ცვლილებით CIP შეუძლია დააფინანსოს ის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც ექნება ასეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის სტატუსი. იმის მიუხედავად, ვთქვათ, ეს ექცევა თუ არა აქ ჩამოთვლილ რომელიმე მიმართულებაში. აქედან გამომდინარე, თუ იქნება, ვთქვათ, საგრანტო კონკურსი გამოცხადებული, რისი მოქნილობაც ექნება CIP-ს, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან შეიქმნება და მიზანი იქნება მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერა, თქვენ მიერ დასახელებული მუნიციპალიტეტების მათ შორის, რასაკვირველია, ფორმალურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს ეს რედაქცია და შესაძლებელი გახდება, რომ გრანტი ამ მიმართულებითაც გაიცეს და დაიხარჯოს კიდეც. მეც დავამატებ ბატონო თქვენი ნებართვით. ბატონო ილია, ბევრი შეკითხვა იყო ამასთან დაკავშირებით. ეს ჩამონათვალი რაც არის კონკრეტულად ამ საკითხს საერთოდ არ ეხება. ანუ იქ წერია, რომ არასამთავრობო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აფინანსებს და მას შეუძლია ყველა მიმართულებით გამოიყენოს. არ არის შეზღუდვა არანაირი. მადლობა ბატონო, მადლობა განმარტებისთვის. ანუ ეს ჩამონათვალი უბრალოდ სხვებს ეხება და ამას საერთოდ არ აქვს შეზღუდვა. რა მიმართ ხოსია ბატონო ვახტა? დიახ. აი ეს მინდა რომ საზოგადოებამაც იცოდეს. კარგი, მუხლი 2. მეორე მუხლშიც მხოლოდ რედაქციული გადაადგილებები მოხდა, შინაარსი უცვლელია. კარგი, შეკითხვები ხომ არ არის? შეკითხვები არ არის. მადლობა. კენჭისყრაზე ვაყენ. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი არ ჩანს. დიდი მადლობა. მეორე საკითხი, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება. მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი გაგაურძე. გთხოვთ ბატონო გიორგი.
დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკთან გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ეს არის თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარებისთვის ქვეპროგრამა ნომერი 2. ჩვენ პირველი ესეთ მსგავსი ქვეპროგრამა გქონდა 2020 წლის ბოლოს მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც საბიუჯეტო კრედიტის სახით მივიღეთ 42 მილიონი ევრო, 42 მილიონი 416,000 მილიონი ევრო და ახლა არის უკვე მეორე ფაზა ამავე ქვეპროგრამის, რომელიც განკუთვნილია ზოგადად დაფუძნებულია პროფესიული განათლების სფეროში რეფორმებზე, მათ შორის გულისხმობს მეტი ჩართულობა კერძო სექტორის პროფესიულ განათლებაში, სტუდენტების რაოდენობის და დაფინანსების და ზოგადად ინკლუზიურობისა და ხარისხის და პროფესიულ განათლების სისტემაში, თუმცა თვითონ ეს თანხა უშუალოდ არის ასევე ბიუჯეტის მხარდაჭერი კრედიტიდან ჩაირიცხება უშუალოდ ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე, რომელიც გათვალისწინებული გვაქვს 2025 წლის ბიუჯეტში, რაც შეეხება უშუალოდ თანხას, ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა ჩვენ ვიღებთ თანხას არა რომელიმე ვალუტაში, არამედ ლარში, 68 მილიონი 198,000 ლარი არის, რაც პროგნოზირებულია ამ ხელშეკრულების ფარგლებში, რომ მივიღებთ, მოხდება გამოშვება საერთაშორისო ბაზარზე და ჩვენ უკვე ლარში მივიღებთ თანხას, რაც შეეხება სისხლის პირობებს, 15 წლიანი სისხლი, მათ შორის 3 წელი შეღავათიანი პერიოდი გვაქვს, საპროცედურო განაკვეთი არ არის ამ ეტაპზე დაფიქსირებული, შესაძლებლობა იქნება როგორც ფიქსირებული, ასევე ცვლადი განაკვეთის, ეს უკვე ჩამორიცხვის დროს შეგვეძლება მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც უკეთესი პირობები იქნება ის საპროცედურო განაკვეთი ავირჩიოთ. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, ეს თანხა არის ბიუჯეტის მხარდაჭერი კრედიტი და მიმართება ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე. დიდი მადლობა. ძალიან ბატონო. ბატონო გიორგი, ძალიან კარგი. მაგრამ მაინტერესებს ვინ არის გამკარგავი, უშუალოდ ვინ მთავრობა იწყებს გადაწყვეტილებას ვის უნდა მიეცეს, თუ განათლების სამინისტროს აძლევს მთავრობა და თვითონ ჩაშლის განათლების სამინისტრო. აი ესაა საინტერესო, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი პროგრამა არის და ამ პროგრამაზე ძალიან ბევრი რამე გვინდა. თუ ერთია, ძალიან კარგი იქნება. შეიძლება ხო? შეკითხვები არ არის, გთხოვთ უპასუხოთ. მადლობა შეკითხვისთვის, ბატონო ბეჟან. ზოგადად ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ორი ტიპის კრედიტი გვაქვს. ერთი მიზნობრივად კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად, მეორე ბიუჯეტის მხარდაჭერი კრედიტი. როდესაც არის კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად, ის უშუალოდ მიდის იმ პროექტზე და სხვა მიზნობრებით ვერ გამოვიყენებთ. ამ შემთხვევაში და როგორც საბიუჯეტო კრედიტებია ზოგადად, ეს არის ბიუჯეტის ერთიან ანგარიში ხდება მისი ჩამორიცხვა, კონკრეტულად არც ერთი სამინისტროს ნაწილში არ ხდება და ეს არის ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო, რომელიც გათვალისწინებული გვაქვს 2025 წლის ბიუჯეტში. კარგი, დიდი მადლობა ბატონო გიორგი. მადლობა. დაუჭიროთ ხარ მე მგონი, ხო? კარგი საქმეა თან ლარში პირველი შემთხვევა არის მე მგონი, ხო, ბატონო გიორგი? ძალიან კარგი. მესამე საკითხი ეხება ჩვენ გუშინ წინ მქონდა სხდომა აუდიტის ჯგუფის, როგორც მოგეხსენებათ და უნდა დავამტკიცოთ ტრადიციულად იქ განხილული საკითხები პრაქტიკულად ყველანი ესწრებოდით, ამიტომ ჩამოვთვლი უბრალოდ რომ დავაფიქსიროთ რა საკითხები არის და დავამტკიცოთ. ეს არის პირველი სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მართვა შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, პანდემიის შემდგომ პერიოდში ინფექციების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, ციფრული ჯანდაცვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, სამედიცინო დაწესებულების ზედამხედველობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. ტრადიციულად სხდომას ესწრებოდა გენერალური აუდიტის მოადგილე თანხმლებპირებთან ერთად და ჯანდაცვის მინისტრის ორი მოადგილე ჩვენთან ერთად. რეკომენდაციას ყველას დაეთანხმენ ჯანდაცვის სამინისტრო, რაც ძალიან კარგია და ის რაც ჩვენ ახლა უნდა გავუგზავნოთ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რომ იქიდან მოგვაწოდონ ზუსტად როდის შეასრულებენ, რა შეასრულებენ და როგორ იქნება ეს საკითხი. ამიტომ კომიტეტის გადაწყვეტილება ჭირდება. ვინ არის მომხრე, რომ ხარი დაუჭიროთ. დიდი მადლობა. ამით საკითხი ამოწურულია.